მოგესალმებით მეგობრებო ყველას. დღეს მინდა ჩემს ერთ-ერთ უცნაურ პრობლემაზე გესაუბროთ, რომელიც ახლა შემემთხვა და რომ არ გადამეღო და თქვენთვის რომ არ მეჩვენებია, არ ვიცი ვერ მოვისვენებდი ალბათ, ცოტათი სასაცილო ასე რომ ვთქვათ, მაგრამ თან დამაფიქრებელია ჩემთვის. ეხლავე გეტყვით რაშია საქმე. ეს არის მანქანა, ეს ტიგუანი, რომლითაც მე ყოველდღიურად გადავაადგილდები სამსახურში. ყოველთვის ჩემი მანქანების სუფთა შიგნით არ მიყვარს რომ რაღაცა ნამცეცები ყრია ან რაღაცა მსგავსი. ეხლა უბრალოდ რატო ვუკეთებ ასეთ შესავალს და რატო გეუბნებით ამას, რატომ გიხსნით. სამსახურში ვიყავი რამოდენიმე დღის წინ, 1-4-5 დღის წინ და მაღაზიაში შევიძინე აი ეს ტუტის, აი ესეთი პეჩენიები თუ რაც ქვია ამას, ორცხობილები, ორი ცალი და ჩავდე აი აქ შუაში, ჩასადები როა. იმიტომ რომ ზოგჯერ უცებ რაღაცა რომ მოგშივდება ადამიანზე თან საჭმელი თუ არა გაქვს რაღაცა უცებ რო გქონდეს. თან იმ დღეს აქ ვიყავი გარაჟში, თლიანად ტვერსასრუტით გამოვასუფთავე მანქანა, ყველაფერი სუფთა იყო, არსად არანაირი ნამცეცი არ იყო. ჩავჯექი მანქანაში სამსახურის შემდეგ და აი აქ ყველგან ეხლა წყრია აქ ნამცეცები ხა ცოტა ავასუფთავე, აქ ყველგან ეყარა ნაფშვენები. და მე ვიფიქრე ხა ჩემ თავს შეკითხვა დაუსვი რომ სულელი ვარ, ვერ შევხედე ამ ყველაფერს თუ რაშია საქმე. კარგი, მე მეგონა რომ აი აქ ზოგჯერ ყავას ვსვავ, ასე გადაწეული მქონდა და აქ მედო თერმოსი ჭიქა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ვიფიქრე რომ იქ ჩამრჩა ეს ნაფშვენები ყველაფერი რაც იყო. ეხლა აქ ვაკეთებდი რაღაც მანქანას და ამის შემდეგ გადავწყვიტე რომ ისე ტვერსასრუტით ამომესუფთავებია ეს ყველაფერი და შეხედეთ რას ვხედავ. ნახევარი ეს ტუკი არ არის, რომელიც მე ვიყიდე, არ მიჭამია, არ გამიხსნია, ცარიელია. და ამას შეხედეთ, აი ამ მეორეს შეჭმულია ზემოდან. ეგრევე რაც აზრად მოგივა პირველი არის რომ თაგ ვიყავს მანქანაში. არდა როგორც გითხარით, ჩემს მანქანაში არის საღორია არასოდეს, არც სიბინძურია, არც არაფერი არასოდეს, გამორიცხულია ასეთი რაღაც. მაგრამ 100% თაგვია მანქანაში. ეხლა შეხედეთ უბრალოდ, ჯერ აქ ამოვწმინდე ხა ყველაფერი, იქ რაღაც ცურცლები და რაღაც არის თაგვის. ესენი ამოვიღე ხა ყველაფერი, რომ ჩავიხედო საბარგულში. და საბარგულში შეხედეთ აი აქ სალფეთქები აი აქ რაც ეწყო, ზოგჯერ აი ასეთი ტუალეტის ქაღალდები და ისინი რა რაღაცის გასაწმენდა და ის რომ მჭირდება აქ მანქანაში ან ზეთის ან რაღაც შესამოწმებლად მაშინ იდო და შეხედეთ აქ რა ამბავია. და ის ტუკი რაც ამას აკლდა ეს ნახევარი აი აქ რაც არ არის. შეხედეთ რომ ბაგაჟნიკშია გადმოტანილი, ეს საბარგულში არის გადმოტანილი, აი აქ შეხედეთ უბრალოდ რა ხდება. და აქ რასაც ხედავთ ეს უბრალოდ მანქანის რაღაცეები არის, რაღაც ნაგავი არ გეგონოთ. შეხედეთ უბრალოდ რა ხდება მთლიანი ეს ტუკის ორცხობილები გადმოტანილი არის საბარგულში. და ეხლა მე უბრალოდ სულელივით ვდგევარ, აქ ვდგავარ და ვფიქრობ როგორ შეიძლებოდა თავს გადმოეტანა საბარგულში ეს მთლიანად ისე რომ არ დაეზიანებია. აი უბრალოდ არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შეიძლებოდა თავს გადმოეტანა ეს აქეთ. მაშინ, როდესაც ყველაფერი დახურულია. თაგვი კარგი, მაგალითად რაღაცნაირად სადღაც გაძურა. მაგრამ როგორ შეიძლება, როგორ არის შესაძლებელი, რომ მთლიანი ესენი გადმოეტანა უკან. ისე რომ არც გაუტყდა, არც არაფერი. ეხლა ხელთათმანები გავიკეთე ხელზე. თაგვის კი არ მეშინია, მაგრამ რომ მიკბინოს ეხლა აქ თაგვი რო იყოს, ნამდვილად არა მაქვს ამისი სურვილი, ხა რომ რაღაც აცრები და რაღაცეები დამჭირდეს. არ ვიცი, ან ბუდე აქვს აქ რაღაცა, ან რაღაცაში არის საქმე. ნახეთ რა ხდება უბრალოდ რა ხდება. ქოლგა შეჭმულია, ნახეთ, ქოლგა მედო მანქანაში. ქოლგა მთლიანად შეჭმულია. ნაჭრები მთლიანად შეჭმულია. გავგიჟდები და უბრალოდ აი რა ვიფიქრო, არ ვიცი.
იგონება რომ რაღაცა ღორი ვარ და დავყარე ეს ყველაფერი ის მეყარა ეს ყველაფერი ის ნახეთ რა ხდება მანქანაში მოდით ახლა შეძლებიც და ყორა დამოვასუფთავებ ესენიც უნდა გავაღო ყველა ვარიანტი ესენიც უნდა გავაღო ყველაფერი უნდა გადმოვიტანო ახლა აქედან სკამებსაც გადავწევ უბრალოდ წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა გავაკეთო ხა ხაფანგი უნდა დავთქვე მანქანაში ალბათ აი ახლა მეგობრებო ეს მთლიანად ამოვიღე ეს ამოღებული მქონდა ქვემოთ აქ ჩავხედე აქ დავასხი აი ეს სპეციალური ის არის ჟანგსაწინააღმდეგო და დამცავი თან სპეციფიური სუნი აქვს ჩემი რაღაც ფანტაზიებით ვფიქრობ რომ შეიძლება რაღაც ამ სუნმა დააფრთხოს მეთქი ესენი მთლიანად გამოვაღე ჩავხედე არაფერი არ იყო და კიდევ ეს ორცხობილები ეგდო აი აქა შუაში აქ სკამების ქვემოთ სავარაუდოდ მე ვფიქრობ რომ ისე ქვემოდან აქვს ქვედა მხრიდან ეს ყველაფერი ასე ამოტანილი ეხლა ამას გავასწორებ ესე ყველას თავის ადგილას დავაყენებ და კიდევ რასაც მინდა ჩავხედო აქ ქვემოთ სადაც ფილტრი უყენია ჰაერის შემომსვლელი ფილტრი იქაც მინდა ჩავხედო რომ იქიდან ხო არ არის შემომძვრალი უკვე რა ვიფიქრო არ ვიცი თან სასაცილოა და მეცინება და თან თულად სასაცილოდაც რომ არ მაქვს საქმე და საღადაოდ იმასაც ხვდები რომ თაგვთან ერთად რომ მოძრაობ მანქანით რა უბედურება გადაჭამს კიდევ რაღაც კაბელებს და ღმერთმა იცის რა დაგემართება ან გზაში დარჩები ან დაგიწვავს მანქანას სადღაც მოკლე ჩართვას მისცემს არ ვიცი ყველაფერი ეს თითო დამოვიღე და ისევ თავიდან ჩავალაგე ეხლა რის გაკეთებაც მინდა როგორც თქვი იმ ფილტრს ამოვიღებ და შემდეგ მაღაზიაში უნდა წავიდე ალბათ და ხაფანგი უნდა დავდგა მანქანაში აბა რა გავაკეთო ხაფანგს თუ დავდგავ ორ ხაფანგს ვიყიდი ერთს დავდგავ აქ დავუდებ ისევ რაღაცას რასაც ჭამდა და მეორეს აქ დავდგავ ალბათ სადღაც მოკლედ რა დღეს მოვესწარი მანქანაში ხაფანგი უნდა დავდგა რა მოდით ახლა დავშლება იმ ფილტრს იქ ჩავხედავ ეს ჩამოვხსენი აქ მთლიანად შევხედე გამოვიტანე ფილტრი აქ არაფერი არ არის კიდევ ახლა რაც გამახსენდა აი აქ ჩასადებში აი აქ მედო აი ასე შაქარი მედო დიაბეტისთვის აგერ შეჭმულია ესეც შეჭმულია მოკლედ რა არ ვიცი წარმოდგენა არ მაქვს ჯანდაბიდან მოვიდა ხა ესენიც უნდა გადავყარო ესეც ამოვასუფთავო ხელი დავიბანო ნორმალურად კიდევ რაღაც გადამედება ხა ხელთათმანები მეკეთა ეხლა დამრჩა ხელთათმანები გარაჟიდან წამოვედი ეს ახლა გამახსენდა და ესეც უნდა გადავყარო ფუ მეზიზღება რა კი გავწმინდია ყველაფერი მაგრამ მაინც ახლა წარმოიდგინეთ თაგვი დადიოდა ზედ და ამ ყველაფერს ხელს რო კიდე წავედი მე ახლა სასწრაფოდ მაღაზიაში შევიძინო ხაფანგი თუ ვიყიდი სადმე პატარა ხაფანგს მოვედი ახლა მაღაზიაში არის 1000-ნაირი ვირთხების პატარა თაგვების იმედია ვირთხა არ მეყოლება აი ესეთი პატარები არის 2 ცალი და ძალიან დიდი იმედი მაქვს იმის რომ ეს ეყოფა დასაწებებლებიც კარგი იქნებოდა ისე სხვათა შორის მაგრამ დასაწებებელი აქ არ იყიდება კარგით წავიღებ ალბათ პირველი ეტაპისთვის ამას აი ასე დავდგი მეგობრებო ახლა ხაფანგი მანქანაში აი ესეთი ხაფანგია აი აქ თხილები დავდე თხილი კი არა უბრალოდ ნუშია მაგრამ არაფერი არ მქონდა ახლა უცებ მაღაზიაში რაც იდო იქ ის ვიყიდე ამას ოდნავ როგორაც კი დააწვება ამ ყვითელს ეგრევე გააქტიურდება ეს და ლეწავს და მიჯერეთ რომ გამოვცადე უკვე შემთხვევით ხელზე მომხვდა და ჩალურჯებული მაქვს თითი
ისეთი მწარე იყო, ასე რომ თუ მოვა თაგვი, ვფიქრობ რომ დაიჭერს. აქ დავყარე რამოდენიმე და აქაც დავყარე რომ ოღონდ რაღაცნაირად იქნება შეეხოს აი ამ ყვითელს. ეს ერთი საბარგულში, ასე დავხუროთ ახლა ეს საბარგული. დავხურა მას ნორმალურად, შემდეგ და მეორე დავდგი აი აქ შიგნით უკვე სალონში, ცხოვლის სკამის სავარძლის უკან. და აქაც რამოდენიმე ესე დავყარე, ერთ ადგილას არ ჩავტენე, რომ იქნება გადაუაროს ზემოდან. მოკლედ რა ხათაბალაში ვარ. მომიწია ხაფანგების დადგმა თან მანქანაში. ბავშვობის მერე ალბათ ხაფანგი არ დამიდგია არსად. ვნახოთ ახლა დღეს ღამე რამე იქნება თუ არა. დაველოდები ხა მე რამოდენიმე დღე, 1-2 დღე, 2-3 დღე და შეგატყობინებ შემდეგ რა იქნება. იმედია რაღაცა გამომივა და კიდე ჩემი თხოვნა იქნება რომ იქნებ კომენტარებში დაწეროთ ვინმე რჩევა მომცეთ რა შეიძლება ამ შემთხვევაში გავაკეთო თუ გქონიათ ვინმეს მსგავსი შემთხვევა ან კიდევ რა ვიცი რაიმე იდეა თუ გაქვთ უფრო უკეთესი. მოვედი მეგობრებო მანქანასთან და შეხედეთ. ფუ ამის დედავატირე რა. და ეს აქეთ აქ შიგნით რაც ჩავდე. ნახეთ წარმოიდგინეთ პირველივე ღამესვე დაიჭირა, ანუ აქ მანქანაში იყო შიგნით. ვა, ფუფ, ახლა მის გადაგდება არ გინდა. ხელთათმანები სადღაც ჩავდე მე მგონი. კარგი მთავარია იმედია ერთი იყო. მოკლედ მეგობრებო, გავიდა დაახლოებით 1 თვე იმ პრობლემიდან, რომელიც ამ ვიდეოში ნახეთ. და იმ თაგვის დაჭერის შემდეგ ახალი მეორე თაგვის საჭერი დამონტაჟებული იყო მანქანაში და დღესაც დევს სხვათა შორის. მაგრამ საბედნიეროდ არანაირი თაგვის სხვა არ გამოჩენილა და 1 თვის შემდეგ სიწყნარე არის, მოკლედ არ მინდოდა უცებ რომ თქვენთვის პასუხი მეთქვა, იმიტომ რომ შემდეგ შეიძლება გამოჩენილიყო ისევ სადღაც მეორე თაგვი და მოკლედ 1 თვის შემდეგ სიწყნარეა და არ გისურვებთ არავის მსგავსი პრობლემის ქონას. მე კი ამით დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდეთ.